მოგესალმებით, დღეს მინდა აგიხსნათ უკვე აი ამ A1-ის მე-12 თავი. შემდეგი სათაურით, was ist denn hier passiert? Sna passieren ეს არის მოხდენა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვიცით, რომ პერფექტია გამოყენებული sein-ი რუნვაში ჩასმული და სნის მესამე ფორმა. Was ist denn hier passiert ნიშნავს რა მოხდა აქ ნეტავ. denn არის ამ შემთხვევაში ნეტავ. კარგით, გავარჩიოთ ქვემოთ მოცემული სიტყვები და წინადადებები. Wann ვიცით არის როდის, gestern გუშინ, letzte Woche გასულ კვირას, letzten Monat გასულ თვეს, რა თქმა უნდა, was რა, Geburtstag დაბადების დღე, Hochzeit ქორწილი, Silvester ეს არის ახალი წლის ღამე, Karneval, რა თქმა უნდა, კარნავალი. Wo, ანუ სად მოხდა ეს მოქმედება? Auf der Straße, ქუჩაში, im Restaurant, რესტორანში und zu Hause, რა თქმა უნდა, სახლში. Ich habe letzte Woche Geburtstag gefeiert. მე აღნიშნე, როგორც ვიცით, perfect როცა ვაწარმოებთ, haben და sein ამ შემთხვევაში დამხმარესებია და არ ითარგმნება და პირდაპირ ვაკვირდებით ბოლოს ნას. ამ შემთხვევაში feiern არის აღნიშვნა ზეიმობა. ანუ მე აღნიშნე, შემდეგ letzte Woche გასულ კვირას Geburtstag, როგორც თქვით, ეს არის დაბადების დღე. Wir haben im Restaurant gefeiert. ჩვენ რესტორანში აღნიშნეთ, ვიზეიმეთ. Es hat viel Spaß gemacht. Nu ამან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. Wir haben viel getanzt und gelacht. აქაც პერფექტი რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ვიცეკვეთ, თანცენის მესამე ფორმა und gelacht, რა თქმა უნდა, ვიცინეთ. ამ გაკვეთილში ძირითადად მოცემულია თვეები და წელიწადის დროები, უბრალოდ ამოვიკითხავ, როგორ უნდა წავიკითხოთ: März, April, Mai, Juni, Juli, August, შემდეგ September, Oktober, November, Dezember, Januar, Februar და ვსო. აქ მხოლოდ თვეებია. ეხლა წელიწადის დროები გაჩვენებთ თან. Frühling გაზაფხული, Sommer რა თქმა უნდა ზაფხული, შემდეგ ქვემოთ იყო Herbst შემოდგომა და Winter ეს არის ზამთარი. აქ არის მოცემული ტექსტები, რომელიც მინდა რომ ვთარგმნოთ. დავიწყოთ მოდი ატექსტით. In der Nacht vom 31. Dezember auf den 1. Januar feiern Menschen in den ganzen Welt Silvester und Neujahr. Ისე in der Nacht ვიცით ეს არის ღამით, ან 31 დეკემბრის ღამეს და ასევე 1 იანვარს აღნიშნავენ feiern, როგორც თქვით, იყო აღნიშვნა ადამიანები in den ganzen Welt მთელს მსოფლიოში Silvester, როგორც თქვით, ახალი წლის ღამეა und Neujahr ახალ წელს. Die größte Silvester Open Air Party es ღია წვეულება ყველაზე დიდი mit 1 Million Besuchern 1 მილიონი სტუმრით gibt es seit 1995. ეს არსებობს 1995 წლიდან Brandenburger Tor in Berlin. და ეს ტარდება, რა თქმა უნდა, ბრანდენბურგის კარიბჭესთან ბერლინში. ეხლა გადავიდეთ ბ-ტექსტზე. Den Karneval in Köln gibt es seit 1823. ესე იგი ეს კარნავალი კიოლში, რომელიც არსებობს 1823 წლიდან. Er fängt am 11. November um 11:11 Uhr an und hört im Februar oder im März auf. ესე იგი anfangen უბრალოდ აბოლოშია ან არის გადმოტანილი, რადგან ეს არის მოშორებადი თავსართი, რა თქმა უნდა, როგორც ვისწავლეთ და ნიშნავს anfangen დაწყებას. ის იწყება 11 ნოემბერს ამ დროს
და შემდეგ Aufführensna შეკვდა. აქაც auf გადატანილია, რადგან ესეც მოშორებადი თავსართია. Aufführen არის შეწყვეტა, დასრულება. და ეს სრულდება შემდეგ თებერვალში ან oder ეს არის ან კავშირი, ან მარტში. Die ganz großen Karnevalfeste sind immer an den letzten 6 Tagen. და ყველაზე დიდი ეს წვეულება არის ყოველთვის ბოლო 6 დღის განმავლობაში. 6 Tage. ეხლა გადავიდეთ C-ზე. Seit 1985 gehen viele Rockmusikfans in Mai oder Juni zu Rock am Ring. ესე იგი, seit არის ვიცით აქედან მოყოლებული 1995 წლიდან ბევრი როკ მუსიკის ფანი მიდის მაისში ან ივნისში აი ამ Rock am Ring ეს ფესტივალია. Das Festival am Nürburgring in der Eifel dauert 2 bis 3 Tage. Nu ეს გრძელდება დაახლოებით 2-დან 3 დღემდე. Rund die Uhr können die 70.000 bis 80.000 Besucher ihre Lieblingsbands hören. ესე იგი, rund die Uhr. აი ეს ერთად უნდა მოვიწეროთ, ნიშნავს 24 საათის განმავლობაში. 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ 70,000-დან 80,000-მდე სტუმარს თავის საყვარელ ბენდს მოусმინონ. Seit 1810 gibt es das Oktoberfest in München. Nu ამად ამ წლიდან 1810 წლიდან არსებობს ეს ოქტომბრის წვეულება დღესასწაული მიუნხენში. Es ist jedes Jahr im September und Oktober. Es ყოველ წელს სექტემბერში ან ოქტომბერშია. Und dauert ungefähr 2 Wochen. Dauert es არის გაგრძელება, ungefähr არის დაახლოებით და ეს დაახლოებით გრძელდება 2 კვირის განმავლობაში. Es kommen etwa 5 bis 6 Millionen Besucher. და აქ მოდიან დაახლოებით 5-დან 6 მილიონამდე სტუმარი. ეხლა ნახეთ. იარესცალენ, ანუ ეს წლის გამოთქმა როგორ შეგვიძლია ნახეთ. 1823 წელი აუცილებლად ჯერ უნდა თქვათ 1800, 1800 და შემდეგ ვამბობთ 23-ს, ანუ 23. აქ ესე ვერ ვიყვით 1000, მერე 800, ესე არ გამოგვიყვება. ამიტომ უნდა ვთქვათ ყოველთვის 1828. შემდეგ 2014 რაც შეეხება, აქ პირდაპირ ვამბობთ 2000 და მერე 14, ხო? ეს არის 2014. 2014 წელი. Აქ რამდენიმე წინადადება, მოდი ესეც გავარჩიოთ. Ich möchte gern Silvester in Berlin feiern und du? მე მინდა ვისურვებ, რომ ეს ახალი წლის ღამე აღნიშნო ბერლინში და შენ ja, ich auch, ich tanze gern. მეც ასევე სიამოვნებით ვცეკვავ, ან მიყვართ ცეკვა, შეგვიძლია ესე ვთარგმნოთ. Rock am Ring im Mai, Rock am Ring მაისში, das klingt interessant, ეს მართლაც საინტერესოდ ჟღერს. Klingelს აქვს კიდევ მეორე მნიშვნელობა, არა მარტო ჟღერა, არამედ როცა ზარია კარზე მაგალითად ან ტელეფონი რეკავს. Ich liebe Rockmusik, მე მიყვარს როკ მუსიკა. ახლა გადავიდეთ მეოთხეზე. Henry ist vor 3 Monaten nach Hamburg gekommen. Henry 3 თვის წინ, ეს ვიცით რა თქმა უნდა არის წინ, ჰამბურგში ჩამოვიდა. Henry ist letztes Jahr im Oktober zum Oktoberfest geflogen. Აი ეს გასულ წელს ოქტომბერში Oktoberfestზე გაფრინდა, გაემგზავრა. Er hat viele nette Leute getroffen. ის ძალიან ბევრ სასიამოვნო ადამიანს შეხვდა. Er möchte dieses Jahr wieder zum Oktoberfest fahren. და მას სურს რა თქმა უნდა ამ წელსაც ისევ Oktoberfestზე წავიდეს, გაემგზავროს. Carmela und Benito studieren in Flensburg. Carmela და Benito სწავლობენ Flensburgში. Sie waren im März bei Rock am Ring. ისინი იყვნენ მარტში აი ამ ფესტივალზე. Das Festival hat ihnen gut gefallen. მათ ეს ფესტივალი, ihnen მათი გულისხმობა ამ შემთხვევაში ძალიან მოეწონათ. gefallen არის მოწონება. Im September fahren sie nach Berlin. და სექტემბერში მიემგზავრებიან ისინი ბერლინში. ეხლა რაც შეეხება აქ ქვეყნებს, როცა ვამბობთ მიმართულება, როცა გვჭირდება მაგალითად მიმგზავრები მიუნხენში, ich fahre nach München, ich fahre nach Deutschland და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სამი ქვეყანა უნდა დავიმახსოვროთ, შვეიცარია, თურქეთი და ირანი, სადაც აუცილებლად არა nach, არამედ in ჭირდება წინდებული და ასევე არტიკლით გამოიყენება.
Ich fahre in die Schweiz, მე მივემგზავრები შვეიცარიაში, ich fahre in die Türkei, მე მივემგზავრები თურქეთში და ich fahre in den Iran, რა თქმა უნდა, მე ირანში მივემგზავრები. ეს სამი ქვეყანა უბრალოდ გამონაკლისის სახით უნდა დავიმახსოვროთ. ეხლა რაც შეეხება perfect mit sein. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ sein-ით ზოგადად იწარმოება ისეთი სნები, რომლებიც არიან ერთპირიანი და ასევე მოძრაობას გამოხატავენ. აი მაგალითად kommen-ზე როგორ გავაკეთებდეთ? ist gekommen, is მოვიდა. ეხლა fliegen, is გაფრინდა, ეს უნდა ვთქვათ. ist geflogen, is გაფრინდა. ist gefahren, is გაემგზავრა. ist gegangen, is წავიდა. ეს ოთხივე უმნიშვნელოვანესი ზნა, რომელიც ყოველდღიურ სასაუბროში გვჭირდება და ესენი უნდა დავიზეპიროთ, რა თქმა უნდა. ოთხივე ზნას ჭირდება დამხმარე ზნად sein-ი. ეხლა გადავიდეთ მე-6-ზე. აქ არის მის მესამე ფორმები და მოდით შეგახსენებთ პირველ ფორმებს ამის, ანუ საწყის ინფინიტივში. getanzt, ეს არის tanzen, gesungen, singen, gefeiert, feiern, gegessen, essen, getrunken, trinken, Musik gehört, Musik hören, Freunde getroffen, რა თქმა უნდა, მეგობრებთან შეხვედრა იქნება Freunde treffen. აქ ძალიან მარტივი ზნებია, წესით ეს ყველა ვიცით. გადავიდეთ შემდეგ სავარჯიშოზე. ხო, აქ არის მხოლოდ წელიწადის დროები, ნუ frühling როგორც თქვით, ეს იყო გაზაფხული. აქ დავწერთ ზომა, ზაფხული, herbst, შემოდგომა და winter, ეს არის ზამთარი. Გავარჩიოთ კიდევ ერთხელ კომუნიკაცია. Henry ist vor 3 Monaten nach Deutschland oder Hamburg gekommen. Henry, ნუ 3 თვის წინ, როგორც აღნიშნეთ, vor იყო წინწინდებული გერმანიაში ან ჰამბურგში ჩამოვიდა. Letztes Jahr ist er nach München oder in der Schweiz geflogen. ხოლო გასულ წელს ის მიუნხენში ან შვეიცარიაში გაფრინდა. აი დააკვირდით შვეიცარიას როგორ დაუწერეს in die Schweiz. შემდეგ das Fest heißt, ნუ ამ წვეულებას ქვია რაღაც მაგალითად ist in München მაგალითად hat 2 Millionen Besucher, ყავს მაგალითად 2 მილიონი სტუმარი, dauert, ზნა dauern არის რა თქმა უნდა გაგრძელება და ეს გრძელდება, ნუ აქ რამდენიხა შეიძლება გაგრძელდეს ამას ვწერთ და gibt es seit არსებობს, seit კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამა და ამ წლიდან, აი gibt es seit 2000 და ასე შემდეგ. Wir haben Musik gehört, getanzt und viele nette Leute getroffen. ჩვენ მუსიკას მოусმინეთ, ვიცეკვეთ და ბევრ სასიამოვნო ადამიანს შევხვდით. აი ეს სნები, რაც ერთად შევხვდა ჩვენ მე-12 თავში. ეს არის gehen წასვლა და er ist gegangen, ის წავიდა. Fliegen არის გაფრენა და er ist geflogen, ის გაფრინდა. შემდეგ er ist gefahren, ის გაემგზავრა. Er ist gekommen, ის მოვიდა. შემდეგ ankommen-ი გვაქვს აქ. Er ist angekommen, ის ჩამოვიდა. Einsteigen იყო ასვლა ტრანსპორტში. Er ist eingestiegen, ის ავიდა ტრანსპორტში. Abfahren არის გამგზავრება, გასვლა ტრანსპორტის მაგალითად და er ist abgefahren, ის გავიდა, გაემგზავრა. რაც შეეხება აი აქ ეს გამოგვჭა, იმ ყოველთვის უნდა დავწეროთ თვეებთან და წელიწადის დროებთან, აი მაგალითად იმ თებერვალში, იმ მარტში და ასე შემდეგ. აი აქ უწერია იმ ოქტომბერში, ასევე წელიწადის დროებთან როგორც თქვით და აქ შეიძლება მოვიყვანოთ herbst-ის მაგალითი იმ herbst შემოდგომაზე. აი ეს არის მე-12 თავი. ამ წიგნს აქვს რა თქმა უნდა გაგრძელება უკვე A1-ის 2 და იქიდან ვაგრძელებთ შემდეგ მე-13 თავს.